თამაშები ხო გითამაშიათ. მთავარი გმირი მიდის, თავგადასავალი უნდა გაიაროს და პატარ-პატარა ბოსები ხდება. აი უნდა მოკლას პატარ-პატარა ბოსები რა, მტრის ბოსები. ჯერ ჩვეულებრივი რაღაცა ასეთი ტიპის ურჩხული ან რაღაცა სხვა. მერე უფრო დიდი და ბოლოს მიდიხარ და კლავ ფაინალ ბოს. სანამ ამ ბოლო ფაინალ ბოსამდე მიხვალ, წარმოვიდგინოთ ქოცები რა. მანამდე შენ პატარ-პატარა ბოსები უნდა დაამარცხო. ზუსტად იგივე ხდება ჩვენ შემთხვევაში. ოღონდ ჩვენ შემთხვევაში ფაინალ ბოსი. ამ პატარ-პატარა ბოსებად თავისიანებს კი არ გიგდებს. სამდეში გიგდებს ვითომ შენიანებს. შენ ვერ მიხვალ ქოცებამდე და ბიძინამდე ისე, სანამ წინ გვარამია გიდგას. ჯერ გვარამია უნდა დაამარცხო. ჯერ ლელოს კრეტინიზმი უნდა დაამარცხო. სინამდვილეში შენ საერთოდ ვერ აყენებს ზიანს საბოლოო ბოსს. მთელი ბიზნესი ის მიგნება რაც არის რომ ოპოზიციის ბოსები გადმოგიყაროს გზაზე. ესე ჩათვალო მეგობრებად, მაგრამ ამათმა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გიკეთონ მტრული საქმე. გაბრაზებული ხალხი რაღაცას ელოდება დავკრუგოთ ხოცების ოფისისკენ. მერე წავიდეთ ძველი თბილისით ისევ კანცელარიასთან ჩავატაროთ აქცია. მერე წავიდეთ ვაკეში. წავიდეთ ისევ რუსთაველზე. ანუ ყველა ეს ღონისძიება არის ხალხის დაღლა. როცა ესენი სიგიჟეს იტყვიან, აქცია უნდა მიუტრიალდეს და ჩამოყაროს ტრიბუნებიდან. მაგრამ ეს რითია დაცული? არადიან ტრიბუნებზე. სანამ აი ოდნავ 10% მაინც გულწრფელი ხალხია აქციაზე. აი ამათ არ მიესრულებათ. გვარამიას არ დაცვით დადის. აი ხალხი მიტინგზე დაცვით დადის. მაგალითად ხაზარაძე ვერ მივა მიტინგზე, მაგრამ მივა თავის ეკლესიაში, ტევ-პირველზე, სადაც მისი დიდი ძეგლია და მოგეხსენებათ რომ დილას აღამოს თაყვანსცემენ ჟურნალისტები. ქოცებამდე ჯერ ხაზარაძე გაქვს მოსაშორებელი. არანაირი შანსი არ გაქვს შენ ბიძინას მიწვდე. ნიკა გვარამიას რო 88,000 ლარი ხელფასი ქონდა. ქოცები 88,000 გვარამიას იმაში აღებინებენ რომ ბიძინა გადააგდოს. არა, 88,000 იმაში აღებინებენ რომ პატარა ბოსუკა იყოს. ხალხის ხელშემშლელი მოდის ხალხის ტალღა, ეს ბოსუკა ხმლით დგას რა, უნდა დაიცვას ბიძინა, მაგრამ ხალხი რომ მოდის რომ ხედავს, ხმალს კერაკეთებს, დროშას იღებს და მიდის სადღაც და არასწორი მიმართულებით მიყავს ეს ხალხის მასა. არა ხალხს ებრძოლოს ხანჯლით, ანუ ამ თამაშში შინაარს ეს არის. ხანჯლით შეიძლება ებრძვის იქ რაღაცა სუსი, ებრძვის სპეცრაზმი რაღაცა, მაგრამ აი ეს სხვა გზაზე უხვევს და ისე უკან მოყავს ეს ხალხი და წრეზე დაატარებს. საბოლოო ჯამში აი ამ ტრიალის შედეგად ბოსს არაფერი არ ეხება, ისინი თავიანთ თამაშს აგრძელებენ და მთელი ეს ხალხის მასა საბოლოო ჯამში აი ამ გადმოგდებულ, აი ამ პატარა იმას რა ქვია, ბოსუკებს ვერ ცდება. ესენი წრეზე რო დადიან, პლუს აქ არის თან ამ სისტემის ეკლები რა, ანუ პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა. ვიღაცები ფეთქდებიან ამ გზაზე, აი 50 კაცი რო ციხეში ზის. ეს ბოსუკა ამას არ იმჩნევს. ეს მაინც ღირსეულად ბიზნესს ებრძვის, გაუმარჯოს, დავამარცხებთ და იმდენი ხანი უნდა იაროს ამ ბოსუკებმა, რომ ხალხი სანამ არ შემოეცლება და მარტო არ ივლიან. როდესაც კი დაინახავენ მარტოა დადიან ეს ბოსუკები, მე იტყვიან რომ ხალხო, რა ვქნათ? აი რა ხალხი შეშინდა. თავარი შენი მტერი, ანუ ხალხის თავარი მტერი. თავარი კოცი. სინამდვილეში არის აი ეს პატარა ბოსუკები, რომლებიც ხალხის ენერგიას ტყუილა ხარჯავენ და წინა უკან დაატარებენ. ხალხი, რომელიც გაბრიყვებულია, დაყვება მარშირებით ქუჩაში, მოსყიდულებს და რო აი რაც უფრო დაბალი ინტელექტი აქვს, მით უფრო ბევრჯერ დაყვება. იმიტომ რომ მაღალი ინტელექტის ხალხი ხვდება რაღაც უცნაურ თამაში მონაწილეობს და არ უნდა თამაში მონაწილეობა. შენ როცა გადაუხვევ სხვა გზაზე, ამას არ გაყვები, ამბობ რომ ფაინალ ბოსისკენ გზა ასე არ არის, ასე არის. პირიქით არის. ესე არ არის? ეგრევე იწყებს შენს გინებას და ამბობს რომ ეს უკვე ფაინალ ბოსს შეეკრა. ამას ხალხი ჭამს. 12 წელი ამას ჭამთ. მანამდე არაფერი არ მოხდება, სანამ ხალხი არ გამოიღვიძებს და აი ამ კონფიგურაციას არ გამოიცნობს.